თქვენ ყველას კარგად მოგესწრებათ. აგვისტოს დღეებია, უამრავ ადამიანმა იყო მუხათგვერდის სასაფლაოზე, ყველანი კარგად ხვდებით, რომ იმ ადამიანების გადარჩენილია დღეს, რომ ქართული სახელმწიფო არსებობს, მაგრამ ეს რო არ იყოს მარტო აგვისტოს გახსენების დღეები, ჩვენმა პარტიამ, ქრისტიან კონსერვატიულმა პარტიამ, რომელიც არის საარჩევნო სუბიექტი, გადაწყვიტა შემოვიდეს ორი საკანონმდებლო ინიციატივით. ერთი საკანონმდებლო ინიციატივა ეხება სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანას, რომლის მიხედვითაც დასჯადი იქნება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და აგრესიის უარყოფა. არის თუ არა პრეცედენტები ამდაგვარი, არის ამდაგვარი პრეცედენტები, როდესაც მაგალითად ჰოლოკოსტის უარყოფისთვის არის სასჯელი და სისხლის სამართლებრივი სასჯელი და ეს არის ყველა პრაქტიკულად წამყვან ევროპულ სახელმწიფოში. რო ჩამოთვალოთ მაგალითად, მათ რიცხვს ეკუთვნის ავსტრია, გერმანია, ბელგია, უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და ლიტვა და ასე შემდეგ. მეტიც აქვს თუ არა ამას სამართლებრივი და სასამართლოს პრეცედენტული შემთხვევაც. დიახ, სტრასბურგის სასამართლოში ორი სასამართლო პროცესი გაიმართა ამ მიმართულებით და სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ როდესაც გვაქვს დანაშაული კაცობრიობის წინაშე, სწორედ ასეთ შემთხვევაში, მისი უარყოფის შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული სწორედ ეს სისხლის სამართლებრივი დევნა. ზოგიერთ ქვეყანაში უფრო შორსაც წავიდნენ და საუბრობენ, ეს არის ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, სადაც საუბარია, რომ ამდაგვარი რამ უნდა იყოს ყველა ტოტალიტარული რეჟიმის მიმართაც და უნდა აკრძალული იყოს ასევე კომუნისტური სიმბოლიკა და კომუნისტური ტრადიციების აღდგენა სხვადასხვა სახელმწიფოებში. ეს არის ერთი მიმართულება. ამის გარდა თქვენ ალბათ პრესით და ტელევიზიით ადევნებთ თვალყურს და გინახიათ, რომ სოციალურ აობსტრუქციასაც უწყობენ ადამიანებს, რომლებიც ჰოლოკოსტს უარყოფენ, ანუ დანაშაულს კაცობრიობის წინაშე და საქართველოსთან მიმართებაში სწორედ ამდაგვარი დანაშაული მოხდა. ეს არ არის ჩემი პოზიცია, ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია და არსებობს EUTHOS სამიტის რეზოლუციები 94-ის, 96-ის, 99-ის, სადაც ცალსახად წერია, რომ მაგალითად აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხდა უპირატესად ქართველების ეთნოწმენდა. ანუ გენოციდი და ეთნოწმენდა პრაქტიკულად ერთი და იგივეა. თუ ჰოლოკოსტის შემთხვევაში მოხდა ებრაელების გენოციდი, თუ გალადამორის დროს მოხდა უკრაინელების გენოციდი, აქ რუსეთის მიერ განხორციელდა ქართველების გენოციდი. ამიტომ ამის მოხსენიება უარყოფით კონტექსტში, დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, რაღაც პროვოკაციებზე წამოგება და ასე შემდეგ, ეს არანაირად არ ჯდება არც ერთ საერთაშორისო ნორმაში და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამდაგვარი მიდგომა, ეს ცალსახად პრორუსული მიდგომა, ეს არის რუსული ნარატივი და აქედან გამომდინარე ასეთი მიდგომები უნდა ისჯებოდეს. რატომ მაინც და მაინც დღეს დავაყენეთ ეს საკითხი, იმიტომ რომ თქვენ ხედავთ გააქტიურდა ამ მიმართულებით ეგრეთ წოდებული პოლიტიკური ძალები და არასამთავრობო სექტორი, რომელიც უშუალოდ რუსეთიდან ფინანსდება და როდესაც საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, პოლიტიკურ პარტიას ეძახის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ იგივე სხვა ტერიტორიებზეც უნდა განლაგდეს რუსეთის ბაზები. მიუხედავად იმისა, რომ ამის მექანიზმი ქარტიიდან გარკვეულწილად არსებობს ამისი შეფერხების, მაგრამ ამდაგვარი რაღაცა, რაც მე ახლა საუბრობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ჩაიწეროს ამდაგვარი მუხლი, ამდაგვარი რამ ჯერ არ არის. ამიტომ ჩვენი ინიციატივა იქნება, რომ აი ესეთი საკანონმდებლო ინიციატივით შევიდეთ პარლამენტში. ეს იქნება როგორც რიგითი პარლამენტარი, თუ ეს იქნება ხელმოწერების მეშვეობით, გულისხმობს 30,000 ხელმოწერას, ამას გვაჩვენებს დრო, ანუ რა მდგომარეობა გვექნება რეალურად და როგორ უკეთესი იქნება და შესაძლებელი იქნება. თუმცა ხელმოწერები ყოველთვის უკეთესია, იმიტომ რომ აქ არის მოსახლეობის ჩართულობა და მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოს მოსახლეობამ ვინმე წინააღმდეგი იყოს, გარდა იმისა, ვინც უშუალოდ რუსეთიდან ფინანსდება ამდაგვარი მიდგომით. მეორე საკითხი, რაზეც მინდოდა მეორე ინიციატივა, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გამომახვილო, ეს ეხება შემდეგ საკითხს. რომ იმისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ
ახალგაზრდობამ, აგრეთვე საქართველოში ჩამოსულმა ტურისტებმა და ყველას ახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქ განხორციელდა ეთნოწმენდა, 400,000 ადამიანი არის დევნილი და 30,000 ადამიანი არის მოკლული. აი სწორედ ამდაგვარი რამ საქართველოს რუკით და ოკუპირებული ტერიტორიების გაწითლებით, რომ იყოს ყველა გამოცემაში, ეს იქნება ბუკლეტები, ეს იქნება სახელმძღვანელოები თუ ასე შემდეგ, რომ საქართველოს მოსახლეობას, ესენი იქნებიან ახალგაზრდები თუ აქ ჩამოსული ტურისტები, იგივე როდესაც სასტუმროში შედის და მას ბუკლეტები ხდება, ამ ბუკლეტზე იყოს ვალდებულება, რომ უნდა ასახოს საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიით და ქართულ და ინგლისურ ენაზე წარწერით, რომ ეს 20% არის ოკუპირებული, აღნიშნით ამ ტერიტორიის და რა მოხდა ამ ტერიტორიაზე, რომ მოხდა ეთნოწმენდა და მისი 400,000 ადამიანი არის დევნილი და 30,000 ადამიანი არის ლტოლვილი. რაც შეეხება ამდაგვარი პრეცედენტიც თუ არსებობს, ამდაგვარი პრეცედენტიც არსებობს, მახსოვს, როდესაც პარლამენტში მუშაობის დროს ჩვენ ურთიერთობა ჰქონდა იაპონიის ელჩთან და ასეთ საკითხებზე იყო საუბარი. და ერთი დოკუმენტური ფილმი სწორედ იაპონიის ოკუპაციაზე გავაკეთეთ, გულისხმობ კურილიის კუნძულებს, თუმცა იაპონელები მას კურილიის კუნძულს არ ეძახიან. მაშინ იყო სწორედ ამდაგვარი მიდგომები, ჩვენ გვინდოდა ამის განხორციელება და მაშინ ნახეთ, რომ ოპერატიულად იაპონიამ განახორციელა სულ ყველაფერი ეს და სახელმძღვანელოებში შეიტანა და ეს მოხდა სწორედ მაშინ, როდესაც იაპონიაში იყო უდიდესი მიწისძვრა და მიდიოდა ლიკვიდაციის პროცესები ამ მიწისძვრიდან. ერთი თვის შემდეგ მათ შეიტანეს სახელმძღვანელოებში, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული და ოკუპირებულია საბჭოთა კავშირის მიერ და დღევანდელ დღეს თანამედროვე რუსეთის მიერ. აი ეს ორი საკანონმდებლო ინიციატივი გვინდა შევიდეთ საქართველოს პარლამენტში და ორივე გვინდა განვახორციელოთ სწორედ ხალხის მასების ფართო ჩართულობით. აი ეს მინდოდა მე თქვენთვის მეთქვა. თქვენ როგორი მუშაობთ აღნიშნული კანონპროექტი და რა ეტაპი უნდა გაიაროს, რომ მოიპოვოთ ხარდაჭერა და რამდენად გაქვთ იმის იმედი, რომ პარლამენტი ამას ხარჯს დაუჭერს გულისხმობთ უმრავლესობას? ამის უარყოფა, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ვინმე ხმა არ მისცეს დაუშვათ ამ კანონს და ეს იქნება პრაქტიკულად ლუსტრაცია, იმიტომ რომ აქ რეალურად გამოჩნდება. ეს არის ისეთი საკითხი, რომელზეც თავს ვერ შეიკავებ, ვერ დაიმალები პარლამენტში და უნდა გასცე ამას პასუხი. არის თუ არა დასჯადი ის, რომ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული, საქართველოს მიმართ განხორციელდა აგრესია და თუ ვინმე უარყოფს ამას, აი მან უნდა გადაიხადოს თუ არა ჯარიმა. ძირითადად ეს საკითხები არის ჯარიმის ფორმით ამ ქვეყნებში, თუმცა არის რომ ასეთ შემთხვევაში ციხესაც უსჯიან. მაგრამ შეიძლება იყოს ეს იძულებითი შრომა, ეს იყოს ჯარიმა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ რეალურად ამ ქვეყანაში პატრიოტიზმის გარეშე ამ სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში მოყვანა უბრალოდ გამორიცხულია და რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ჩვენ რომ ეკონომიკას დავზარდოთ 10%-ით თუ 12%-ით ვერ შევცვლით ძირფესვიანად საქართველოს მდგომარეობას და მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში ჩვენ თუ სწორი მიდგომა გვექნება ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ დავიბრუნებთ ამ ოკუპირებულ ტერიტორიებს იქ გაჩენილ თავისუფალ სივრცეში შემოვიტანთ ინვესტიციებს და ეს თავისუფლად მოხდება, იმიტომ რომ სად აჭარის კურორტები და სად აფხაზეთის კურორტები და ის ადამიანები, რომლებიც დღეს საქართველოს სხვა არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არიან დაკავებული, გადაინაცვლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. და გარდა ამისა, როდესაც ეს დამკვიდრდება, რაც მე ეხლა ვსაუბრობ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამის უკან დგას დამნაშავე სახელმწიფო და ეს დამნაშავე სახელმწიფო არის რუსეთი და ამდაგვარი პრეცედენტით გახსოვთ, როდესაც დამნაშავე სახელმწიფოს სამართალ მემკვიდრე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა დიდი ხნის განმავლობაში კომპენსაციას უხდიდა ისრაელის სახელმწიფოს. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ანალოგიურად საქართველოში ჩადენილი დანაშაულის გამო კომპენსაცია მოვთხოვოთ რუსეთის ფედერაციას. ამასთან ერთად ამ მიმართებითაც ჩვენ არა ვართ მარტო ანალოგიურად საქართველოს ტერიტორიის გარდა უკრაინის ტერიტორია ოკუპირებული რუსეთის მიერ, მოლდავეთის ტერიტორია ოკუპირებული რუსეთის მიერ და ერთიანი ფრონტით შესაძლებელია ამ საკითხების გადაწყვეტა. ასე უნდა კითხოთ სასამართლოზე
ჯერ იყო პაპუაშვილის განცხადება, შემდეგ უკვე იყო უმრავლესობის განცხადება, ეს ბესელია და კიდევ ახალ გამოეხმაურა და მათ განაცხადეს, რომ მოსამართლეები ცდილობდნენ რომ საბოტაჟი მოეწყოთ, თუმცა მათ ეს არ გამოვიდა და ეს ვთქვათ პაპუაშვილის განცხადება იყო ვთქვათ ხელოვნური, შემდეგ ნახეთ პრეზიდენტის განცხადებას, თქვენ ხედავთ თუ არა პრობლემას სასამართლო სისტემაში და ვთქვათ რომელი მხარე ვთქვათ რომელი მხარის არგუმენტები უფრო საპირისპიროა თქვენი აზრით? რეალობა არის ის, რომ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც დამოუკიდებლობდა გადაწყვეტილებას და დღევანდელ დღეს ეს სასამართლოც აღარ არსებობს. ანუ აბსოლუტურად ყველა სტრუქტურა, რომელიც არსებობდა, იყო ჩამოყალიბებული, მოიშალა და ამდაგვარი მიდგომები, უფრო ადრე რო დავიწყოთ კვერცხების სროლა, პამიდრების სროლა, აქციების მოწყობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლებთან, ეს არის კანონით აკრძალული, მაგრამ ეს ხელისუფლება მიდიოდა ამაზე და ბოლოს მივიღეთ ეს, რაც მივიღეთ. უბრალოდ წარმოუდგენელია, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე საუბრობს ზეწოლაზე და არ აღიძვრება საქმე პროკურატურაში და ამას ჭირდება პრეზიდენტთან შეხვედრა, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა და ასე შემდეგ, როდესაც ნებისმიერ პატარა შემთხვევაში, მაგალითად თუ პიჯაკს შემოახევთ, გაერღვევა უკაცრავად, მაგალითად უმრავლესობის დეპუტატს, ასეთ შემთხვევაში აპატიმრებენ სამ ახალგაზრდას და ურჯიან ორთვიან წინასწარ პატიმრობას. აი ეს არის ის ორმაგი სტანდარტები, რომელმაც დაანგრია და მოშალა ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. ბატონო, და ისევ თქვენს განცხადებაზე მინდა გკითხოთ. პირველი ინიციატივა ცოტა იყოს ჩემთვის გაუგებარი, ანუ ვინ შეიძლება ისჯებოდეს, ანუ რა ინიციატივას საუბრობთ სისხლის სამართლის კოდექსში? ვინ კონკრეტულად ისჯებოდეს ოკუპაციის? ის ადამიანები, რომლებიც უარყოფენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და ამ საკითხებს აბრალებენ სხვადასხვა სტრუქტურებს. დაუშვათ ეს იყო წინა ხელისუფლების ბრალი ან ასე შემდეგ. ანუ იგივე მიდგომა არსებობს ჰოლოკოსტთან დაკავშირებით, მაგალითად ჰოლოკოსტის დროს არავინ არ გამოჩნდება, თუმცა ამდაგვარი თქმედება თუ ვინმე ჩაიდინა ის ისჯება, არ იტყვის რომ ებრაელები ცუდად იქცეოდნენ და ამიტომ დასაჯეს ფაშისტებმა. აი ჩვენ შემთხვევაში გაგიგიათ და მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან, მაგალითად გულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, როდესაც ის საუბრობდა, რომ ომი დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ და ის არის დამნაშავე. ეს იყო მე კი გამოვასწორო. ხოლმე დაშადი იქნება, მსგავსი განცხადება. მაგას აი ყველა ამდაგვარი განცხადება იქნება დასჯადი, იმიტომ რომ საერთაშორისო სამართლით მსხვერპლის გასამართლების სამართლებრივი ნორმები არ არსებობს. მსხვერპლი ამ შემთხვევაში არის საქართველო და მისი მოსახლეობა. ანუ ყველა საერთაშორისო დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს მიმართ განხორციელდა ეთნოწმენდა. იქ საუბარი იყო, რომ ებრაელების მიმართ განხორციელდა ეთნოწმენდა და გენოციდი. უკრაინაში უკრაინელების მიმართ განხორციელდა გენოციდი და ეთნოწმენდა და არავინ არ ამბობდა მაგალითად, რომ სტალინს ჰქონდა უფლება ამოეღო იქიდან ხორბალი, ამას წინააღმდეგობას უწევდნენ უკრაინელები და ისინი შიმშილით დახოცა. აი ამაზეა საუბარი. ამიტომ ყველა ამდაგვარ ქმედებას ეს იქნება საქართველოს ქვეყნის შიგნით თუ მისგარეთ, ვინც უარყოფს ფაქტს, რაც მოხდა საქართველოსთან მიმართებაში და ამის სხვადასხვა ინტერპრეტირებას იძლევა, მისი ამდაგვარი გამონათქვამების გამო უნდა იყოს პასუხისმგებლობა სისხლის სამართლებრივი და ეს უნდა იყოს სისხლის სამართლის კოდექსში აღნიშნული.